სერტიფიკატის გარეშე ვეტერინარიის საქმიანობა იგრძალება. Ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი სტუმარია დავით გოდერძიშვილი, ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბატონ დავით, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ აქტუალური თემით შემოგვიერთდით. ძველით ახალ წელს გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა. 2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება საქართველოს მთავრობის 292 დადგენილების შესაბამისად. 2026 წლის 1 იანვრიდან, როგორც აღნიშნეთ, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიგრძალა. მოდით უპირველეს ყოვლისა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ, თუ რას მოიცავს ეს აკრძალვა. შემდეგ რას უწყობს ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება და ზოგადად რა ვალდებულება ეკისრება პირს იმისთვის, რომ ეს სერტიფიკატი მიიღოს. გისმენთ. დიდი მადლობა პირველ რიგში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მსმენელს. გილოცავთ 2026 წელს, შობას, ახალ წელს, მინდა რომ სულ კარგი სურვილები გისურვოთ. რაც შეეხება ვეტერინარიას და მის სერტიფიცირებას. როგორც თქვენ ბრძანეთ, 2026 წლიდან უკვე აიკრძალა ვეტერინარის საქმიანობა შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ კერძო ვეტერინარები, რომლებსაც გააჩნიათ კერძო კლინიკები, აფთიაქები, ან ეწევიან უშუალოდ კერძო საქმიანობას, მათ თუ არ ექნათ ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი, მათი საქმიანობა არ შეიძლება. და ეს გაკონტროლდება ჩვენი სამსახურის მიერ, რათა არ მოხდეს შესაბამისი აი ამ დადგენილების დარღვევა. ეს როგორც მოგახსენეთ, ეხება მხოლოდ კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ ვეტერინარებს და არ ეხება ვეტერინარებს, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში და არიან შტატიანი ვეტერინარები. ეს განსაზღვრულია უშუალოდ აი ამ დადგენილებაში. ვეტერინარია მოგეხსენებათ, რომ დაუბრუნდა რეგულირებად პროფესიას და ამიტომ მას საჭიროა, რომ ყავდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ვეტერინარიის დარგის განვითარება. აი მარეგულირებელი ორგანო ახსენეთ და ვინ არიან ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრები? მარეგულირებელი ორგანო არის ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა სასერტიფიკაციო საბჭო. ეს საბჭო შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, რომელიც გამომდინარეობს სწორედ მთავრობის დადგენილებიდან. ამ საბჭოში შესულია როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სულსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, შესულია საგანმანათლებლო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე კერძო ვეტერინარები, ვეტერინარული ასოციაციის წარმომადგენლები და მთლიანად ეს საბჭო არის 12 კაცისგან დაკომპლექტებული. და რა ევალება საბჭოს? საბჭოს მოვალეობაში შედის სწორედ პირველი ვეტერინართა სერტიფიცირება და პირველ ეტაპზე 2030 წლამდე ეს სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაციის საფუძველზე. ანუ უნდა შემოიტანონ ვეტერინარებმა საბჭოში და საბჭოს ყავს თავისი აპარატი, უნდა შემოიტანონ დადგენილებით განსაზღვრული საბუთები და ჩაეწერონ შესაბამის რეესტრში. ანუ იქმნება შესაბამისი რეესტრი და ყოველგვარი გამოცდის გარეშე ისინი მიიღებენ უკვე სახელმწიფო სერტიფიკატს. ხო, მაგრამ აი რის მიხედვით ხდება მათი სერტიფიცირება? ის მიხედვით ხდება, უნდა წარმოადგინონ, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო დიპლომი, უმაღლესი დიპლომი, ანუ ამ დოკუმენტების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტაციის საფუძველზე იქ არის 5-6 დოკუმენტია, რომელიც უნდა მათ წარმოადგინონ, როგორც უმაღლესი ვეტერინარის შემთხვევაში, ასევე ვეტერინარი ტექნიკოსის შემთხვევაში. კი ბატონო, და აი რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ორგანიზაციებში ვეტერინარებს, აი მათ ეხებათ ეს სერტიფიცირება? არა, როგორც თქვი, დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ეს სერტიფიცირება არ ეხება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ შტატიან ვეტერინარებს,
შტატიანებს. ხელშეკრულებით ვინც არიან დასაქმებულები, იმათ ეხებათ და ისინიც ვალდებულნი არიან, რომ შემოიტანონ შესაბამისი საბუთები და ამ დადგენილებით განსაზღვრული იყო, რომ 20-26 წლის 1 იანვრამდე უნდა მიგვეღო ეს საბუთები ჩვენ და შეგვექმნა შესაბამისი რეესტრი. ეს ჩვენ გავაკეთეთ და დღეისობით 800-ზე მეტი ვეტერინარის საბუთები აქვს მიღებული საბჭოს და 400-ზე მეტი ვეტერინარი ტექნიკოსის საბუთები აქვს საბჭოს მიღებული, რომლებიც თქვენ ეს ციფრები ჩაგეჭერეთ საუბარში დაასახელეთ და ანუ დიდია თუ ცოტა რაოდენობრივად სამწუხაროდ მთლიანად ქვეყანაში ვეტერინარის სპეციალისტების რაოდენობა მცირეა. მცირეა. მცირეა და დღესდღეობით ვინც კი ვეტერინარიაშია დასაქმებული, გარდა როგორც თქვით სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე შტატიანი ვეტერინარებისა, ფაქტიურად ყველამ გაიარა ეს სერტიფიცირება და პირველ ეტაპზე, როგორც თქვი, ყოველგვარი გამოცდების გარეშე მათ მიიღეს ესეთი სერტიფიკატები. ხოლო რაც შეეხება 2030 წლიდან საბჭომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი პროგრამები, უნდა არჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ამ პროგრამების მიხედვით ვეტერინარები გაივლიან შესაბამის მოსამზადებელ კურსებს და შემდეგ ჩააბარებენ გამოცდებს და ამ გამოცდის შედეგების გათვალისწინებით უკვე მიიღებენ ახალ სერტიფიკატებს. ვინაიდან ამ სერტიფიკატების მოქმედების ვადა არის 5 წელი და ეს მოქმედება იქნება 2030 წლამდე. მაგრამ გარდა იმისა, რომ გამოცდები ჩააბარონ, შესაძლებელია გამოცდების გარეშეც მიიღონ აღნიშნული სერტიფიკატი, ოღონდ უნდა წარმოადგინონ გარკვეული კრედიტ ქულები. ვეტერინარის შემთხვევაში 45 კრედიტ ქულა, რაც გულისხმობს იმას სხვადასხვა ტრენინგებზე დასწრებას, სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას, სტატიების გამოქვეყნებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გაწერილია რამდენი კრედიტ ქულა იქნება, თუ დააგროვებს 45 კრედიტ ქულას ამ 5 წლის განმავლობაში, ის ავტომატურად მიიღებს ისევ ახალ სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადაც ასევე იქნება 5 წელი. დიახ, აი სერტიფიკატი ახსენეთ თქვენ და რაც შეეხება შინაურ ცხოველებს და რაც შეეხება დავუშვათ სხვილფეხა საქონელს. ანუ არის თუ არა განსხვავებული სპეციფიკა და რაღაც განსხვავება არის სერტიფიკატებში, ანუ დავუშვათ ის ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია შინაურ ცხოველზე, ანუ ვეტერინარს გულისხმობ, მას შეუძლია იგივე სერტიფიკატით იმუშაოს სოფლად, დავუშვათ სხვილფეხა საქონელთან ფერმაში და ასე შემდეგ. გავიგე. ესე იგი, ვეტერინარი, როდესაც იღებს სერტიფიკატს, ამ სერტიფიკატში მინიშნებულია 3 მიმართულება. დიახ, ეს მაინტერესებს. დიახ, 3 მიმართულება. ერთი არის ფარმაცია, ანუ ეს არის ვეტერინარები, რომლებიც დასაქმებულები არიან აფთიაქებში, ან ფარმაცევტიულ საწარმოებში, რომლებიც პრეპარატებს ამზადებენ. მეორე არის სამკურნალო პროფილაქტიკური საქმე, ეს არის ვეტერინარები, რომლებიც უშუალოდ ველზე არიან დასაქმებულები, მონაწილეობას იღებენ ცხოველთა ვაქცინაციებში, სხვადასხვა სეროლოგიურ კვლევებში და მესამე მიმართულება ეს არის კონტროლის მიმართულება, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ, ეს არის სასაკლაოებზე დასაქმებული ვეტერინარები და ასევე ვეტერინარები, რომლებიც აკონტროლებენ მთლიანად სანიტარულ მდგომარეობას. და აი წვრილი ცხოველების ვეტერინარები ითვლებიან და ეგენი გადიან როგორც სამკურნალო პროფილაქტიკური საქმიანობა. ვინაიდან ეს კლინიკები, წვრილი ცხოველების კლინიკები, რა თქმა უნდა, მაგათი ძირითადი მოვალეობა ეს არის წვრილი ცხოველების მკურნალობა და ასევე პროფილაქტიკა, საპროფილაქტიკო აცხრები, სხვადასხვა სახის ოპერაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, და აი ზოგადად რამდენად მოთხოვნადი პროფესიაა და პარალელიც რომ გავატაროთ წარსულთან, თუნდაც რა იყო აწრეულების მიღმა და რა მდგომარეობაა დღეს? ცოტა წარსულიდან რომ დავიწყოთ. კი ბატონო. საკმაოდ დაფასებული პროფესია იყო ვეტერინარია
და საკმაოდ დიდი რაოდენობა მუშაობდა ვეტერინარიის სახელმწიფო სტრუქტურებში. მოგეხსენებათ, მაშინ კერძო სტრუქტურები არ იყო და მთლიანად ვეტერინარიის დეპარტამენტში დასაქმებული იყო დაახლოებით 3000 კაცი. და ყველა რაიონში, ყველა რეგიონში და ყველა სოფელში იყო თავის ვეტერინარი. კი ბატონო. და ეს ჩემი ასაკის ადამიანებს და ჩემზე უფრო ადამიანებს ეს კარგად ახსოვთ და საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია იყო. მე მოგეხსენებათ, მთელი რიგი ცვლილებები მოხდა სახელმწიფოში და ეს რა თქმა უნდა ვეტერინარიასაც შეეხო, დაიშალა მთლიანად სისტემა, ასევე საგანმანათლებლო სისტემა შეეხო ძალიან. ქონდა ჩვენ ზოოვეტერინარული უნივერსიტეტი და ეს უნივერსიტეტი გაუქმდა ფაქტიურად და მოკლედ ვეტერინარიამ განიცადა ძალიან რთული პერიოდი განიცადა და მთლიანობაში დღესდღეობით აი ბოლო უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში, როგორც გითხარით, რომ ვეტერინარია დაუბრუნდა რეგულირებად პროფესიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვეტერინარი რომ გამოხვიდე უნდა გაიარო 300 კრედიტის მოცულობის სწავლება, ეს არის 5 წლიანი სწავლება. ვეტერინარიაში არ აქვს ბაკალავრი და მაგისტრი, როგორც სხვა პროფესიებში და სახელმწიფო არეგულირებს მთლიანად დარგს. რამდენი ვეტერინარი უნდა მომზადდეს, რამდენი ვეტერინარი რომ გამოვიდეს, რა პროგრამა უნდა გაიაროს, რა საგნები უნდა ისწავლოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში უკვე ვეტერინარია თანდათან უბრუნდება იმ ძველ მოთხოვნად პროფესიას და ალბათ ყველას, ვისაც პატარა შეხება მაინც აქვს, თუ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებთან არა, უმეტესობას ეხლა ძალიან პოპულარული გახდა ძაღლები და კატები, ხო? დიახ. და საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი პროფესია ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეს რა შეეხება, ანუ შინაურ ცხოველებს, ძაღლები, კატები და რაც სამწუხარო ის არის, რომ იმასთან შედარებით სახელმწიფო სტრუქტურებში ამ ხელა ანაზღაურებები არ არის და რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, სოფლის მეურნეობის ქვეყანა, რა თქმა უნდა, და ზოგადად, როდესაც მიწათმოქმედებაზე ვსაუბრობთ, როდესაც მსხვილფეხა საქონელზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია აი ამ პროფესიის გარეშე, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ მივიღოთ ჯანსაღი დაუშვათ იქ პროდუქტი, საჭიროა ვეტერინარი, ხო? რა თქმა უნდა. კი ბატონო, იმიტომ რომ ამ თუნდაც სულფეხა საქონლის ჯანმრთელობა ვეტერინართან არის კავშირში. მაგრამ ეს არის მთელი პირდაპირ კავშირში, რა თქმა უნდა, ანუ კვებას თუ ახლა აი იქ ძალიან ბევრი შემადგენელი ნაწილია, ხო, ამ ჯაჭვის ძალიან ბევრი რგოლია, მაგრამ საბოლოოდ მივდივართ ვეტერინარამდე. აი რა ხდება დღეს სოფლად, რა ხდება მაღალმთიან რეგიონებში. გასაგებია, რაც შეეხება ქალაქს, კი ბატონო, აქ ძალიან ბევრი ადამიანს ხო შინაური ცხოველი და ეს პროფესია მოთხოვნადია. ეს ადამიანები, კი ბატონო, მათ სამსახურებიც აქვთ, კერძო სექტორშიც დასაქმებულები არიან. რა ხდება სოფლად და მთაში? ცხოველები დავიწყოთ იმით, რომ შეიძლება დავყოთ სასურსათე და არასასურსათე ცხოველები, ხო? კი ბატონო. ანუ სასურსათე ცხოველები არიან ცხოველები, რომლებიც გვაძლევენ უშუალოდ სურსათს. ეს არის მსხვილფეხა, ღორი, დაუშვათ წყვილფეხა და ასე შემდეგ. და აი მაგათი ჯანმრთელობაზე პასუხისგებლობა მთლიანად ეკისრება სახელმწიფოს. და მთლიანად ვეტერინარიის დეპარტამენტი პასუხისგებელია ამ ცხოველების ჯანმრთელობაზე. ეს გამოიხატება ვაქცინაციებში, გამოკვლევებში და თქვენ საკვები ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს როგორც მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყანა საკმაოდ მოკლებულია აი საკვები ბაზის არსებობას და ძნელია, როდესაც იყოლიო ცხოველები და საკვები ბაზის პრობლემა გქონდეს. კი ბატონო. ამიტომ ხშირად ხდება ამ საკვების სხვა ქვეყნებიდან შემოტანა
და რაც აძვირებს რა თქმა უნდა საკვებს მის შენახვის მოვლა შენახვის პირობებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასევე საქართველოში არის სრულად განსხვავებული მეცხოველეობის გაზღვის სისტემა, შენახვის სისტემა. მოგხსენებათ, მომთაბარეობას ეწევიან საქართველოში, რომ ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე და ასევე ზამთრის საძოვრებიდან მერე უკან ბრუნდებიან ისევე. ამ გადარეკვის პროცესში ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სახელმწიფომ გააკეთა 7 ბიოუსაფრთხოების პუნქტი, სადაც ხდება ცხოველების დამუშავება გარეგან. ანუ სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ ჩართულია პროცესში. თავიდან ბოლომდე ამ პროცესში და როგორც გითხარით, მთლიანად პასუხისგებელია სახელმწიფოს ამ ცხოველების ჯანმრთელობაზე. კი ბატონო და არის თუ არა მომავლის პროფესია ვეტერინარია? იმედი მაქვს, რომ არის ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც ქვეყანა ვითარდება და ამ ბოლო წლებში ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ნაბიჯებით ვითარდება ჩვენი ქვეყანა და მათ შორის რა თქმა უნდა მეცხოველეობა და საქართველოს ერთ-ერთი ალბათ საქართველოსთვის მეცხოველეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი და იმედი გვაქვს, რომ მეცხოველეობა განვითარდება და მეცხოველების განვითარებასთან ერთად რა თქმა უნდა ვეტერინარია კიდევ და კიდევ უფრო მეტი მოთხოვნადი პროფესია იქნება. კი ბატონო და არ მინდა რამე გამოგვრჩეს, ხომ არ დაამატებდით? დავამატებდი ალბათ იმას, რომ მე ვისურვებდი, რომ ვეტერინარიას უფრო მეტი ყურადღება მიექცეს და უფრო მეტი პოპულარიზაცია კონდეს ამ პოპულარიზაციას გულისხმობთ. პოპულარიზაცია კონდეს, იმიტომ რომ დღესდღეობით არ ქონდა ჩვენ ერთი პერიოდი არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ვეტერინარს მოამზადებდა. დღესდღეობით გვაქვს 5 უმაღლესი სასწავლებელი. და აი ახალგაზრდებს მოუწოდებდი, რომ ნამდვილად აითვისონ ეს პროფესია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროფესია იქნება საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი. ამიტომ ახალგაზრდებს ნამდვილად მოუწოდებდი, რომ გახდნენ ვეტერინარი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვეტყვი, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ვეტერინარის საქმიანობა იგრძალება 2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება საქართველოს მთავრობის 292 დადგენილების შესაბამისად. ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმარი იყო დავით გოდერძიშვილი, ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბატონო დავით, დიდი მადლობა წარმატებები სიახლეებით კვლავ გელით. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კი კიდევ მიულოცავ დღევანდელ დღეს, მივულოცავ შობა ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით, დროებით გემშვიდობებით. მადლობა.